ბიჭო, ის მაინც თქვით, რომ პრობლემები გვაქვს. და მოდი ეს პრობლემები უნდა მოვაგვაროთ, ერთად დავდგეთ. ვინ ევროპას ედრებით, ვინ გერმანიას ედრებით, ჯერ აფასები ქონათ იქ მოტანილი, რაღაც სისულელეები ხალხო. სად იყო ხორცი 4.5 ევროი, მოდი აქ ავყიდულობ საფრანგეთში 3.5 ევროად სამწოდეს, ღორი სამწოდეს და ფრანგები დაჟე იქით გადადიან გერმანიაში ყიდულობენ. რა ფასები ქონათ იქ, მერე სანამ ამ ფასებს დაიწყებთ მაღაზიაში ძრომიალს, ჯერ გერმანელი გააჩერეთ და უთხარით ან ფრანგი ხელფასი რამდენი გაგვთქო. შეეკითხეთ მინიმალური ხელფასი რამდენი გაგვთქო და გეტყვიან რომ მინიმალური ხელფასი აქ არის 1350 ევრო. შენ თუ აქ ფასებს მიმრავლებ, რომ აი ევროს კურსი 3-ზე არის და აი ამდენი გამოდის მაშინ საწვავიც, საჭმელიც, მოდი ხელფასიც გადამიმრავლე ჯერ თავიდან, ანუ ფასებს საიდან აღიქვა ადამიანი, მოგწონს, არ მოგწონს, შენ ამას უმკლავდები, არ უმკლავდები, ეს საიდან? ჯერ თავდაპირველად შენი ჯიბია, ხო? შენი ფინანსები არის და ამის მერე შენ აღიქვა ის ფასები, რომლებიც შენ ქვეყანაშია, კარგია შენთვის, ზედმორგებულია შენთვის თუ არა. დაიწყეთ ჯერ ხელფასებით 1350 ევრო, რომელიც აქ ევროპაში მინიმალური ხელფასია. გადაამრავლეთ, ხო არის გრუბად 3-ზე ხო მაინც არის ევრო. ეგ არის 4050 ლარი. 4050 ლარი საქართველოში მინიმალური ხელფასი გააქვთ? რამდენი გაქვთ? 400? დედაჩემი ბაღის მასწავლებელი იყო და 400 ლარს იღებდა ხელფასს. რაც 500-მდე. აქ იცით ანუ დირექტორი იყო, ბაღის დირექტორი და რაღაც 500 ლარს იღებდა, არ ვიცი, ცოტა შეიძლება ავწდე, მაგრამ შეიძლება მაგდენიც არ იყო. კიდე აქ პენსია იცით რამდენი არის? საფრანგეთში 1500 ევროს იღებს ხალხი პენსიას. მათ პენსია 400 ლარიც კი არა გაქვთ, 370 ლარი გაქვთ პენსია, ხო? აქ ფრანგებს აქვთ 1500 ევრო. 1500 ევრო მოხუცებულებს გადაამრავლე 3-ზე 4050 ლარი აქვთ პენსია. 4500 უпростовეთ. 4500. 3-ჯერ 1500 ხო არის 4500. და თქვენ მანდ 400 ლარიც არა გაქვთ პენსია. მე აქ ჩამოვედი საფრანგეთში და საერთოდ ვალდებული არ არის ფრანგი ხალხი, რომ მე ჩემ შვილებს გავუკეთოს ოპერაცია. ორივე შვილის ოპერაცია და ჩემი აქ ყოფნა და გამოყვება გრუბად რო დავიანგარიშე, თან ისეთი სასტავი ვიჯექით, სტრასბურგიდან იყვნენ იმ დღეს ჩამოსულები, რომ ზოგი იმაზრს ემხრობოდა, ზოგი იმაზრს. დაჟე აი ოპოზიციურად ცოტა განწყობილმა ადამიანმა ესე მითხრა, მე რო გამოვიანგარიშე ჩემი ერთი ოჯახი, მეთქი ჩემი ბავშვების ოპერაციანად აქ შენახვა საფრანგეთს დავუჯდა, მეთქი გრუბად 9 მილიონი ევრო. რატო მეტი არაო? იმან მითხრა დაჟე, აი ცოტა ოპოზიციურად რო არის განწყობილი. რატო მეტი ვერაო? მეტი არაო? შენ არ ფიქრობ რომ მეტიო? კი ფიქრობ, მაგრამ რო არ მომდავებოდი მეთქი. და მე ერთი ადამიანის ჩემი აქ შენახვა და ბავშვების ოპერაციები 9 მილიონი ევრო დაუჯდა საფრანგეთს. ჩემნაირი საფრანგეთს რამდენი ყავს იცი? საქართველოს მოსახლეობა ხო არის 3,5 მილიონი გრუბად. 5 მაგდენი მაინც არის ჩემნაირი აქ, რომელიც 9 მილიონი ევრო უკვე რომელმაც მიიღო, ერთმა ოჯახმა მიიღო უკვე ამდენი საფრანგეთისგან. 9 მილიონი ევრო გადაამრავლე 10 მილიონ ადამიანზე, თქვა და არის ამდენი, რომელიც დგა რიგში და ოპერაციას ელოდება, სახლებს ითხოვს, ლუკმაპურს ითხოვს. 10 გადაამრავლეთ 10 მილიონი 9 მილიონ ევროზე. აი ამდენს ხარჯავს საფრანგეთი ჩემს ირგვლივ, რასაც მე უყურებ. ჩემს ირგვლივ უფას კაპეიკოს რო ჩვენიდან არაფერს არ ითხოვს. თქვენ საქართველოში ბიჭო ის 3,5 მილიონი ადამიანი ძირი რაც აკყავთ სულ თავი და ბოლო იმისთვის ვერ მოგივლიათ. 5 მაგდენს საფრანგეთი აქ ჩემს ირგვლივ, რასაც უყურებ. 5 მაგდენს
5 მაგდენს, რასაც მე საფრანგეთში უყურებ. ჯერ ხო სადაც გაივლი, სულ ქართველები არიან. გრიგონია ნახევარი საქართველოს საფრანგეთშია წამოსული. ყველა ერის ხალხი, ყველა ერი, საიდანაც მოდიან ეს პოსტსაბჭოური და აი ეს ისეთი ქვეყნებიდან, სადაც ოლიგარქები ყავთ და დიქტატორები ყავთ, ესეთი ქვეყნებიდან მოდიან. უამრავი მილიონობით ემიგრანტი არის ჩამოსული აქ საფრანგეთში, მილიონობით ტოლვილი. რამოდენიმე ათეული ტოლვილი ყავს საფრანგეთს. გესმით? რომელზეც საფრანგეთი ერთ ოჯახზე პროცესების დამთავრებამდე ეს ყველაფერი ხარჯია რა, მიდექი, მოდექი, ამდენი ყველაფერი ადამიანს ისჭირდება. აი გრუბად ჩემ ოჯახს 9 მილიონი ევრო დაახარჯა. და ესეთი ჩემნაირი ყავს რამოდენიმე ათეულიც კი მილიონი. თქვენ საქართველოში 3 მილიონი ნახევრიანი ერისთვის ვერ მოგივლიათ. ხალხი შედით ინტერნეტში ისინი დევს ბიჭო ანგარიშის ნომრები რომ ფულით დაგვეხმარეთ, ჯერ ხო საქართველოში ვერ მკურნალობენ და მიდიან თურქეთში უნდათ გადაიყვანონ შვილი, დედა, მამა, უშველონ, გადაარჩინონ. უფულობაში ადამიანი იხოცება რა, იხოცება პირდაპირ გეუბნებით რა, უფულობის გამო საქართველოში. ვის გაუსწარით თქვენ უგადუნებოდა. მე დიდად პატივისცემით ვიქნებოდი თქვენს მიმართ განსჭვალული თუ იტყოდით რომ პრობლემები გვაქვს კი და მოდით ეს პრობლემები ძალიან არ გიყვარდა ციხეში გიჟით ის მიშა რომ გამოვიდოდა ხოლმე არ მინოდა ეხლა ხსენება რომ ბევრს არ მოგწონთ მაგრამ გამოვიდოდა იტყოდა აი ეს პრობლემა არის და ეს უნდა ავაშენოთ ეს უნდა გავაკეთოთ ამობდა პრობლემებს ის თქვენთან პრობლემები არ არსებობს საქართველოში იმ დღეს რუსთავიორს უყურებდი რას უხდით ესეც და რას აშანტაჟებთ ამ ხალხს ემიგრანტებმა შემოსვლა დაიწყეს საქართველოშიო იმიტომ რომ საქართველოს ეკონომიკა ყვავისო წინ მიდისო არ აკრცხვენიათ ჩვენ ხო მაინც ეს გაჭირვებული ხალხი უყურებთ ჩვენი თვალებით რომ გვეღუპება ოჯახის წევრები ფული არ აგვაქვს საოპერაციო სუხსათი ვერ გვიყიდია ხან ხორცი ვერ გვიყიდია კვირეები ისე გადის რომ ფული არ აგვაქვს და შენ ამ დროს მეუბნები რომ ჩვენ ევროპულ ქვეყნებს გავასწარით ემიგრანტები შემოდიან არადა სოფლები ცარიელია უყურებ რომ სოფელი ცარიელია და შემოდიან ივსება საქართველო ეს ხო ხალხზე პირდაპირ შეფურთხება ქართველ ერზე იმათ ინტელექტზე ანუ აჯმებ ადებილებ სიაჯმის სინდრომით ავადებ ხალხს გინდა რომ დაავადო რა რომ ხალხს თვალები აუხიო უთხრა რომ შენ ბეჩაო ეს უნდა დაიჯერო აი ჩემი სახლის კარებთან ვინც მოყვალთ ეს ისინი რომ დადიხართ ხოლმე აიპის თანამშრომლობა ხა მაი ვისანძლევ ბარით და ლაფატკით დაგიხეთქავთ თავებს რა ჩემ სახლთან არ დაგინახოთ მოსულები და ხმას ვისადლევ კი არა აი ყველაფერს რომ გამოდის თქვენი მთავრობა და თქვენ ირგვლივ თქვენ ვინც ახლა მუნიციპალიტეტებში ხართ დასაქმებული რაიონის იმ გამგეობებში ხართ დასაქმებული ახალგაზრდა მოყარე ბიჭები ხო რა ზოგჯერ კაი ბიჭები ზოგჯერ მაგარი ბიჭები და ყველაზე მაგრები რო ხართ და აი მას ესე ხალხს აბეჩავებს შენი გამოდი შენი ხელმძღვანელი და იძახის რომ აუ იცი რა წინ მივდივართ ევროპას გაუსწარი და შენ უყურებს რომ შენ გარშემო ხალხს უჭირს და პრობლემები აქვს და შენ კიდე მიდიხარ ლაბა ხმას ვისაძლევ აუ მაგაზე ბიჭო მაგაზე აი ბოდიში ამ სიტყვაზე ბოზური გნიდური ჩათლახური გამყიდველები ხართ ერების მაგაზე როგორ აწერთ ხელს იმის გამო რომ სამსახური ქონეთ და ხელფასი აიღოთ შემირცხვენია მიმიფურთხებია თქვენი კაცობისთვის და თქვენი ქალობისთვის რა